სახეში არ დაარტყათ ეს ბექავაჭარაძის აქ მერს ნათქვამი მაგასო იმდენი ოპერაცია აქვს გაკეთებული მაგის ჯანმრთელობას ვცემო პატივს რომ მაგი ვერ იქნებოდა მასეთ ხოლზე ეხლა რა ანუ რომ მოინდომებია რაც გააკეთეს სასტიკად ნაცემი სამოქალაქო აქტივისტი უკვე რამდენიმე დღეა ტერორიზმის მსხვერპლია ურეკავენ და ემუქრებიან ითხოვენ რომ პოლიციიდან განცხადება გამოიტანოს ვლადიმერ ამბალიას თავს ფოთის ცენტრში დაესხნენ ამტკიცებს რომ ფოთის მერის მიერ მიგზავნილი ხალხი იმის გამო გაუსწორდა რომ ფოთის მერის შესახებ მამხილებელ ვიდეო მასალას იღებდა და სოციალურ ქსელში აქვეყნებდა არ ვიცი ვინ მისი გამოგზავნილი იყო მაგრამ მოდი ესე ვიტყვი რომ ჩემთან ყოველ შემთხვევაში არაერთმა რამოდენიმე ადამიანმა სცადა რომ ეს თემა დამელაგებია ეხლა მე ვფიქრობ რომ ჩემი ქალაქის ის დგას მომავალი ეხლა ბექავაჭარაძის იმან სამეგობრო ისეთი გაუკეთა ბექავაჭარაძეს ზუსტად ღირსია და მე დაუფინიშებ მის კაბინეტში სიტყვას ვიძლევი თუ ამას დაჭირდება რომ მთელი ქალაქი ადგეს მე ავაყენებ არასდროს არ მithქვას ამ ქალაქში სიტყვა რომელიც არ გაკეთებულა ყველაფერი 28 მარტს 22 საათსა და 34 წუთზე დაიწყო. ვლადიმერ ამბალიას კუთვნილ ავტოსამრეცხაოს მეხუთე კამერას გადაღებული აქვს, როგორ ანელებს სვლას ობიექტთან ნაცრისფერი მერსედესი. ამ დროს მშვიდობის ქუჩის 19 ნომერთან მანქანაში მსხდომი პირები ამოწმებენ, იმყოფება თუ არა ამბალიას სამსახურში. მერსედესი ამ დროს უკანა სვლით მიდის. მანქანა ტრიალდება და ავტოსამრეცხაოში შედის. მანქანიდან 4 პირი, ფეხბურთელი ლაშა ყურუა, ლაშა გვალია, ილია ჩხეტია და ბოლოს დათო თავაძე გადმოდის. ამბალიას ხელს ართმევენ. ავტოსამრეცხაოს ეზოში ამ დროს ფეხით გია ანაკიძე შემოდის, რაც ბადებს ვარაუდს, რომ სამოქალაქო აქტივისტზე თავდამსხმელები ქალაქში მხოლოდ ერთი მანქანით არ მოძრაობდნენ. კაცს თუ ხელს ჩამოვართმევ, მე მაგას ხელს არ დავარტყა. თუ ვინმესთან ჩხუბი მინდა, ჯერ მოვითხოვ, რაზე მინდა, პასუხის გაცემა და ახსნა, თუ ვერ ამიხსნის, მე შევეცდები, რომ მაგასთან სხვა დიალოგი, სხვა კუთხით დავალაგო. მომესალმა ადამიანი და რომელსაც ვეუბნები, ან დავრეკავ, ან მაცალე დააგიხსნი, რაც რატომ ხდება. უკვე რა გითხრათ პირველი ფრაზა იყო ჩაჯექი მანქანაში. უკვე მივხვდი რომ რაღაც არასწორი სიტუაცია ჰქონდათ. ჩაჯექი მანქანაში არ ხდება, ჩემს ცხოვრებაში ხდება დარეკავ, ლაპარაკი მინდა, სად მოვიდეთ, სად შევხვდეთ, ვილაპარაკოთ. სათვალთვალო ვიდეო კამერაში ჩანს, რომ ვლადიმერ ამბალია მის ობიექტზე შესულ 5 პირს არ ემორჩილება და მანქანაში არ ჩდება. სწორედ ამის შემდეგ 20 საათსა და 35 წუთზე მას ლაშა გვალია ყურს უწევს. ამბალია ამბობს, რომ ავტოსამრეცხაოში შემოჭრილ პირებს აინტერესებდათ, თუ რატომ უწოდებდა ის ფოთის მერს ასფალტოვიჩს. მერს რატო უწოდებ ასფალტოვიჩს და ვინ მოგცა ამის უფლება ბიჭო? აი იქ მივხვდი რომ ესენი არც იყვნენ მოსასმენად და ისა გასაგებად. ყურის აწევის შემდეგ ამბალია ცდილობს თავდამსხმელებს გაექცეს. რა დროსაც მეორე კამერის თვალთახედვის არიდან გარბის და მას 5-ვე თავდამსხმელი მისდევს. კადრში გარკვევით ჩანს პირი, რომელიც ეგრეთ წოდებულ ბიტს იღებს. მომდევნო მოქმედებას უკვე პირველი კამერა აფიქსირებს. აქ ჩანს, რომ ამბალიას უკვე ორივე ხელი გაკავებული აქვს და ფეხებს ურტყამენ. ეხლა თუ არ გაჩვენოთ მეთქი და ვცდილობდი ალბათ რომ რაღაც დამესვა თავი და იმის მერე რომ აი ეს მონაკვეთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელიც კარგად არ ჩანს. ამის მერე არ მახსოვს, საქმეც მაგაშია. აქ მითხავთ, აქ ჩანს ლანდი. კი ბატონო და აი აქ არის, უყურე, ამ ზონაში ჩანს ერთი ფრაგმენტი როგორ მირტყავს, ტიპი აი რომ მოგიქცევენ, ჯერ რამდენი იყვნენ. ეს ბოქსიორი რომ აი ცვეჩით ცდილობდა რომ ესენი არიან მლოკავები, მერის მლოკავები, ხო იცი მე კატლეტს რო გადაუგდებს და ყველაფერს წამსვლელ თორე კაცური საქციელი საწავიდა. ძლიერი ტკივილების გამო ვლადიმერ ამბალიამ გონება რამდენჯერმე დაკარგა. მას ხელებით, ფეხებით და ბიტით 5 ადამიანი ერთდროულად უსწორდებოდა. ყურუას ბიტა მოხვდა ობიექტზე მისულ მომხმარებელსაც, რომელმაც ამბალია დაიცვა. მადლობა ჩვენ სტუმარსაც, რომელიც გადამეფარა, რა ვიცი, აი მე ვიცი რომ აპირებდნენ იქ აქ რო არ წაქცეული თავში დარტყმას კიდე. და აი იმ დროს არის გადაფარებული და მონახვედრი აქვს წელზე, ანუ მე რო ვიწექი. როგორც კი ამბალია წამოდგა და გონზე მოვიდა, მისი ცემა გააგრძელეს ჩხეტიამ, თავაძემ და ანაკიძემ. უკვე მეშვიდე კამერის მასალაში ჩანს, როგორც სასტიკად უსწორდებიან სამოქალაქო აქტივისტს. ამბალია ძირს კიდევ ერთხელ ეცემა.
თავდამსხმელები არც ამ დროს ჩერდებიან. პირველი რომ გაქცევაც რომ მეცა და დავლებული ქონდათ ხელი რომ აი ვერ განთავისუფლებოდ ეგ უკვე ჯგუფურია კი არა რა ვიცი მაგას სხვა რაღაცას ვიძახით ქუჩურენაზე რა მაგათვის რო გასაგები იყოს და ჩემს ცხოვრებაში ესია ყველაფერს თავის სახელს რო დავარქვეთ ქალაქში მოსახლეობას როგორც უნდა ესენი არიან დასისხლიანებული ამბალია კადრში 20 საათსა და 40 წუთზე ჩნდება. კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელები მას სათვალთვალო ვიდეო კამერების სერვერებთან მიყავს. ამბალია ამბობს, რომ მას შემდეგ რაც დაჯგუფებამ მისი ცემა დაასრულა, ვიდეო კამერის ჩანაწერების წაშლა მოსთხოვეს. ტელეფონი მეკავა ჩემი და რო გამოვედი ჩემი ტელეფონი მომიტანეთ მეთქი ეს წაშლილია მეთქი ანუ სხვა ტელეფონი მეგონა ამის მერე მეხვეწებოდნენ რომ მიტრაკებდნენ რა ის მეხვეწ ამათ ხვეწლა და კარგი ცხოვრება და კარგი ადამიანობის არაფერი არ იციან კიდე მიტრაკებდნენ რომ ისა კამერები წავშალოთო თორე კაროჩე ვაკა და გამტრეთო აბა თვალახები როგორ ხდება დამტრევა კანონის ფარგლებში ოღონდ ქალაქში სადაც არ ვივარ გაგზები და ამ გზებს აგებს და მაგიტომაც გეძახით ასფალტოვიში ეს სწორედ ის ფრაზაა, რის გამოც ფოთის ცენტრში, პოლიციიდან 100 მეტრში, სამოქალაქო აქტივისტს 5 პირი თავს ესხმის და ფიზიკურად უსწორდება. ამბალია წლებია ფოთის ყველა პრობლემას, სამსჯელოდ საკუთარ სოციალურ გვერდზე. ფოთი ქალაქის ხმაზე აქვეყნებს. შეუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების გამო კი მერს ზედმეტსახელიც დაარქვა, რომელიც როგორც ჩანს, არ მოეწონა. ქალბატონებო ვაჭარაძე იყო დღეს სამსახურში კრიმინალების მეგობარი მერი. იყო სამსახურში მოვიდა ბექა თუ იმალება როგორც მისი კრიმინალი მეგობრები იმალებიან. ყველა ეგრეთ წოდებულ პაბექშია და ფოთიდან გაქცეულია. იცით, მას შემდეგ რაც ვიდეო მასალა გავრცელდა მტკიცებულებები მის შესახებ რომ პირდაპირ დანაშაული ჩაიდინეს ამ ადამიანებმა. 5-ვე მუნიციპალური IP-ის თანამშრომელია. იცნობთ ხო ალბათ მათ პირადად. თქვენი მერის დაჯგუფება რატომ უსწორდება ფიზიკურად სამოქალაქო აქტივისტებს თქვენ ქალაქში? განსხვავებული სიტყვა კრიმინალური წესებით ისჯება აქ? უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ბევრი კარგი საქმის განხორციელება და წამოწყება მოვახერხეთ გასული წლის განმავლობაში. ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე შაბათის ეთერს ემალება. ის არც სახლში და არც სამსახურში მიდის. ვაჭარაძე არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. სამოქალაქო აქტივისტზე თავდამსხმელი 5-ვე პირი ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის უახლოესი გარემოცვის წევრია. დათო თავაძე და გია ანაკიძე მისი სიყრმის მეგობრები და კარის მეზობლები არიან. ეს თავაძე კაი მოცურავია? მოცურავე? ხო, თავაძე. რა ვიცი რა. აუზის დირექტორის მოადგილე როგორ გახდა მისი მეგობრის საშუალებით? მე რიცხო თქვენი მუბნელია. კი, იქ ცხოვრობს. აქ ცხოვრობს, ხო? ეს თავაძე გია რაგვარია ანაკიძე, ხო? კი. გია ანაკიძე, ვაჭარაძე ყველა ერთ სკოლელები არიან, ხო? კი, ერთობნელი. ანუ ანაკიძეც, ვაჭარაძეც, თავაძეც, ფაქტურად სამეზობლოა, ერთი დიდი სამეზობლოა. დათო თავაძე ფოთის ამ საცურაო აუზის დირექტორის მოადგილეა. ბექა ვაჭარაძის ბავშვობის მეგობარი, რომელიც გამეტებით ურტყამდა სამოქალაქო აქტივისტს, სამსახურში რამდენიმე დღეა საერთოდ არ უნახავთ. გამარჯობა. დათო თავაძესთან შეგიძლიათ დამოკავშიროთ? დათო თავაძე. თქვენი დირექტორის მოადგილეა. კი, მაგრამ ეხლა სამსახურში არ იმყოფება. როდის იყო ბოლოს? დღეს იყო ალბათ, მე მგონი, არ ვიცი, მე მეორე სმენა ვარ და არ გინახავთ თქვენ დღეს? არ გამოუკითხავთ ბატონი დათო კრიმინალურ გარჩევაში მონაწილეობის გამო პასუხი არავის არ მოუთხოვია? არ ვიცი, არაფერი. სამოქალაქო აქტივისტიცებმა მან მეგობრებთან ერთად ალბათ გინახავთ კადრები. არ მინახავს. ბექა ვაჭარაძის ახლო მეგობარია, ხო? მან დაასაქმა ამ აუზზე ბატონი დათო? არ ვიცი, მე არაფერი არ ვიცი. მანქანა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ავტოსამრეცხაოს სათვალთვალო ვიდეო კამერებმა დააფიქსირეს, სავარაუდოდ ლაშაყურუას ეკუთვნის. საფეხბურთო კლუბ ფოთის კოლხეთის თანამშრომელიც ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის უახლოესი გარემოცვის წევრია. ვინ დაგეგმა ეს ძალადობა, ეს მაინტერესებს? დაგეგმილი იყო თან? დიახ, ჩაუსაფრთხნე ჯერ და შემდეგ ბიტით ცემეს. არა მგონია მაგი რო იყოს ასე. არა. არა მგონია მაგი რო ვინმე გეგმავდეს ამისა და აგენის საერთოდ ჩხუბიდეგი ჯერეთი არც გამიგია რაძო ჩხუბობდნენ. ესენი კიდე ჩხუბით მართლა არ გამიგია. არიან ყველა ერთმანეთზე მე არ ვიცი არა ვისაც ეს კაი სამეგობრო ყავს ხო მერს? მერს გადასარევი მართლა კარგი სამეგობრო ყავს. კი, ყველა კარგი ისე, ყველა დასაქმე, ყველა ბავშვებიდან და ყველა დასაქმა. ილია ჩხეტია. არ მინდა რომ უხერხულო ფოთის ცენტრალური პარკიდან ასევე მუნიციპალიტეტის თანამშრომელი. სმენია ილია.
ფოთის მერიის თანამშრომელი ირაკლი ლეჟავა თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაში დაგვეხმარა. დგინდება, რომ 5-დან 4 საჯარო მოხელია. ილია ჩხეტია ფოთის ცენტრალური პარკის თანამშრომელია. ლაშა გვალია კი მერს. ფოთის საფეხბურთო სკოლაში ყავს გაფორმებული. ბექა ვაჭარაძის ნებართვის გარეშე შესაძლებელია მომხდარიყო ის კრიმინალური გარჩევა? ისეთ კითხვებს ნიშნავ, ძალიან უხერხულია რომ ვსაუბრო. აი ესე და თან მიღებთ ესე. აქტივისტი ძალიან ბევრია და ყველაფერს თავის შარჩოები აქვს, თუმცა ამის გამო ვინმე ცემო, ჯერ ერთი არასწორია. მე არც მსმენია და არც, რა ვიცი, ვერც გიდასტურებ და ვერც უარყოფ რაიმე მსგავსი. ძალადობა შეიძლება გამართდეს. ძალადობა არ შეიძლება გამართდეს, მაგრამ ჯგუფური ძალადობა ვერ შეიძლება გამართდეს. რა დაჯგუფებაზე ვსაუბრობ, თორსა ადამიანები ხა ორი ადამიანი, ჩემთვის ნაცნობი, ჩემი მეგობარი, ვსაუბრობ ფეხბურთზე და იმაზე. ვერ შეიძლება რაიმე დაჯგუფებად მოვიხსენიო, იმიტომ რომ ჩემთვის აღმატებული ადამიანები არიან თავისი ცხოვრება. ბექა ვაჭარაძის მეგობარია. ლეჟავაც ყოფილი ფეხბურთელი და გვალიას ახლო მეგობარი, ამიტომ მან შესაძლოა ყველაზე კარგად იცოდეს, რის გამო შეიძლება დაგეგმოს და განახორციელოს ჯგუფური ძალადობა ფოთის საფეხბურთო სკოლის თანამშრომელმა. ლაშა შესაძლებელია იყოს ძალადობის ორგანიზატორი. ვერ იქნება ვერანაირად. ბექას მწვანე-შუქის გარეშე შეიძლება მას ეძავა. ვერ ვისაუბრებ და ჯერ ერთი ვერანაირ შუქებზე, მაგრამ ლაშა და ჩვენ ისეთი ადამიანები ვართ, მე პირადად. ვერ შეიძლება ვინმეს გამო რაღაცა დაკვეთებებს ვსაუბრობ. ეგ ადამიანები, ვიზეც ვისაუბრებ ჩვენ ჩემს საერთოზე, ვერ ვიტყვი ვერასდროს და ვერასდროს ვერც წარმოვიდგენ და არც. აბა რატომ მიუვარდნენ ადამიანს და რატო გაუსწორდნენ სასიკვდილოდ? ვიტით არის ადამიანი ნაცემი. ვიტით არის ადამიანი ნაცემი და ამ დრომდე ითხოვენ ვიდეო ჩანაწერების წაშლას, იცით თქვენ? და სარჩელის გამოტანას პოლიციიდან. კარგით? კარგით, ნახონდეს. ვინ დაგეგმა ფოთში ჯგუფური ძალადობა და ვისი ბრძანებით გაურჩიეს საქმე კრიმინალური წესებით სამოქალაქო აქტივისტს. ყველა გზა ფოთის მერთან მიდის. ფოთის პოლიციაში გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება მიდის. არის კამერის ჩანაწერები, არსებობს დაზარალებული, მაგრამ არ არსებობს არც ერთი პირი, რომელიც პოლიციამ დააკავა. ბატონო, რატომ არ დააკავეთ აქამდე ეს ადამიანები, რომლების იდენტიფიცირებაც მოახდინა TV პირველმა? თითქმის ყველა საჯარო მოხელია მუნიციპალური აიბის თანამშრომელი. მიმდინარეობს გამოძიება, ხო, დაგიდასტურეთ არა? თქვენ ხო ნახეთ პირდაპირ მტკიცებულებები, სადაც ჩანს ღიად, როგორც ამე სამოქალაქო აქტივისტი. ჯგუფური ძალადობის მუხლით არის თუ არა დაწყებული გამოძიება? ჯგუფური ძალადობის მუხლით დაწყებულია თუ არა გამოძიება? გამოძიება დაწყებულია. რა მუხლით პატივცემულა? ბატონო? რა მუხლით არის დაწყებული? ამიტომ გეუბნებით მიმართეთ პრესს. მითხარით, გეოპარიკებით, მორიგებს ანდებით, ბატონი ზურასთან მიდა შეხვედრა მეუბნებით არ არის, მითხარით, რა მუხლით არის დაწყებული გამოძიება? ბატონო? 126. საქმე გამოსაძიებლად ფოთის სამმართველოს გამომძიებელს ირაკლი მებონიას დაეწერა. ჩვენ გვაინტერესებს, როდის დაიბარებს საგამოძიებო ორგანო ფოთის მერს ბექა ვაჭარაძეს გამოკითხვაზე. რამდენი დღე სჭირდება გამოძიებას, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს? ეს პირები რატომ არ არიან დაკავებულები? შეგიძლიათ მითხრათ? ყველა პირი იდენტიფიცირებული არის. ბექა ვაჭარაძის უახლოესი გარემოცვის წევრები არიან. გამოკითხვაზე მერი იყო? ბექა ვაჭარაძე გამოკითხვაზე იმყოფებოდა? შაბათის ეთერის ინფორმაციით, ამ დრომდე არ არის გამოკითხული თავდასხმაში მონაწილე არც ერთი პირი. გამოძიებას არც სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები გაუშიფრავს. მერი თვითონ ეგეთია, პროსტა გაიხადა მანტია, ეხლა ამ სამეგობროთია მან, თორე მეტი არაფერი. ეს არის არმია, სადამსჯელო რაზმი ბექა ვაჭარაძის. ვლადიმერ ამბალია, რომელსაც 5 პირი სასტიკად გაუსწორდა მალთაყვა ბიჩფესტის ერთ-ერთი დაფუძნებელია. წლებია ცდილობს ფოთში ტურიზმის განვითარებას, თუმცა უშედეგოდ. მისი დაფუძნებული ფესტივალი მხოლოდ 2021 წელს ჩატარდა. ამ წელს ამბალია წინასაარჩევნოდ ქართულ ოცნებას დაეხმარა იმ იმედით, რომ საზაფხულო ფესტივალი მომდევნო წლებშიც გაგრძელდებოდა. თუმცა ფოთის მერიამ ღონისძიება გაუქმა და ამბალიას პროტესტის გამო საქმე იქამდეც მიიყვანეს, რომ რამდენიმე წლით სამოქალაქო აქტივისტს ქვეყნიდან გადახვეწაც კი მოუწია.